სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები და როგორც დიდი ალბათობით სახელი არ ვიცით, მაგრამ ქალბატონი არის, მე მგონი, რომელიც სვავს მორი კითხვას, გაგრძელება იმ კითხვისა. უფრო გრძელი კითხვა ეს რასაც სვავს. და ძალიან საინტერესოა ეს, ბევრს აქვს ესეთი შეხედულება, დღეს აქტუალური გახდა ეს, ლაპარაკია იესოს კანის ფერზე. თეთრკანიანი იყო, შავკანიანი იყო თუ რაღაცა ესეთი შუალედური იმითი გამოიყურებოდა იერი. პიროვნება, რომელიც მე მინდოდა და რომელიც ვახსენე წინა პასუხებში, იყო ჩარლზ ფეინბერგი. ეს იყო ზუსტად ის მასწავლებელი, რომელსაც დიდი გავლენა მოახდინა ჯონ მაკარტურზე, ებრაელური წარმოშობის, ძალიან განათლებული, დიახ, ტალბოტის სემინარიაში, ჩარლზ ფეინბერგი, რომელმაც სწორგზაზე დააყენა ჯონ მაკარტური განსაკუთრებით, როცა ლაპარაკი არის უკვე ებრაელების საკითხთან, დისპენსაციონალიზმზე და საერთოდ ძველი აღთქმის დიდი სპეციალისტი იყო ეს პიროვნება. და მე როდესაც ის გაქრისტიანა და უკვე უნდა რაბინი გამოსულიყო, არ ვიცი რამდენი 22 თუ რამდენი ენა აღარ მახსოვს. ძალიან ბევრი ენები იყო ჩამოთვლილი, რომელიც მან იცოდა, უგანათლებულესი ადამიანი და მართლა საინტერესო იქნებოდა ესეთ პიროვნებასთან ებრაელი რო გაქრისტიანდება და შემდეგ ესეთ მონაწილეობას იღებს ესეთი პასტორის ჩამოყალიბებაში, როგორც ჯონ მაკარტური გახდა, ხო? შეიძლება ჩარლზ ფეინბერგს დღეს ბევრი არ იცნობდეს თვით ამერიკაში, მაგრამ ჯონ მაკარტური თითქმის ყველასთვის ცნობილია. მე არ არსებობს, მე არ მინახია ქრისტიანი აქაც კანადაში დავლაპარაკებოდი, მართლა გეუბნებით პირდაპირ გაგებით, ვისაც ჯონ მაკარტური არ ცნობია. არიან ქადაგებლები, რომლებიც არ იციან, იმიტომ რომ წიგნებს ბევრი შეიძლება არ ყიდულობს, წიგნების ავტორები არ იცოდნენ, მაგრამ როცა მიდგება საქმე ქადაგებას განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ, ცნობილი გახდა მისი ეს ნაბიჯი, რომ არ დაეკეტა ეკლესია და გაეხსნა და ეს ყველამ გაიგო თვით დონალდ ტრამპის ადვოკატიც ეხმარებოდა ამ ლეგალურ საქმეში გევინ ნიუსამთან ბრძოლაში. ეს არის გუბერნატორი კალიფორნიის, იცით დღეს მას ძალიან ცუდად აქვს საქმე, არდა ის მოიაზრებოდა დემოკრატიულ პარტიაში შემდეგ პრეზიდენტად, კანდიდატობის პრეზიდენტად, ძალიან ისეთი ახალი თაობის დემოკრატი, რომელიც ძალიან ლიბერალია და ებრძვის ქრისტიანობას, ებრძვის ღირებულებებს ამერიკაში და ძალიან ბევრი კონსერვატორი ამერიკელი მას პირდაპირ გაგებით ემტერება. ეს პიროვნებასთან დაპირისპირება მოუწია ჯონ მაკარტურს, იმიტომ რომ ერთადერთი ეკლესია იყო გორი. ამერიკაში შტატებმა, ზოგ შტატებმა უფრო ლიბერალური მიდგომა იმას აკრეს, ფლორიდაში, მაგალითად, ტეხასში, რაც მე ვიცი, კოვიდის დროს, მაგრამ კალიფორნია იყო უმკაცრესი მაკუთხი და ჯონ მაკარტური ამას წინააღუდგა და მათ დაპირისპირება მოუხდიათ ჯარიმების გადახდაც, მაგრამ ვერ დაკეტეს ეკლესია, ვერ დააკავებს ჯონ მაკარტური, აპირებდნენ კიდევაც დააკავებას, როგორც დააკავეს კანადელი ორი პასტორი, ჯონ მაკარტურის სემინარიდან გამოსული, ვინც ადევნებდა თვალყურს ამბოლნებს და ამის შემდეგ ჯონ მაკარტურის სახელი უფრო მეტად ცნობილი გახდა ყველასათვის. იმიტომ ნიუსებშიც იყო და ასევე იმის შემდეგ ლერი კინგმა, როდესაც ინტერვიუები ჩაუტარა მას და რამოდენიმე ჯერ მოუწია ლერი კინგის ტელევიზიაშიც მონაწილეობის მიღება იმ ცნობილ შოუში, სადაც მან დაიცვა ქრისტე, დაიცვა ქრისტიანობა და გააკრიტიკა ჰომოსექსუალიზმი, გააკრიტიკა ის რაც ხდება დღეს ამერიკაში, კალიფორნიაში, ეს ლიბერალური აღმოსავლური რელიგიების გავლენა და ყველანაირად ცნობილი გახდა ყველასათვის. მოდით ახლა მოусმინოთ ამ ქალბატონს, შემდეგ კითხვა რა არის დაკავშირებული იესოს გარეგნობასთან დაკავშირებით. მეორე კითხვა ცოტა გრძელია, ჩვენ ცოტა გვესმის ხოლმე და აბსოლუტურად არაფერი შავკანიან ებრაელებზე, არაფერი არ ვიცით მას შესახებ, რომ არიან შავკანიანი ებრაელებიც ისრაელში, აფრიკაში, არიან ასევე ეთიოპიის კოპტუ ქრისტიანებში და სემი დევისი ალბათ იცით ეს ცნობილი მომღერალია სემი დევისი, რომელიც შავკანიანი ებრაელი იყო. მიუხედავად ამისა, ეს მზარდია შეშფოთება ებრაელებისა და ისრაელის მიმართ, მაგრამ არავის არ აინტერესებს თუ რა მდგომარეობაში არიან ეს ხალხი, ეს უცირესობა. ბიბლიაში წარმოდგენილი ყველა ფიზიკური მტკიცებულების განხილვის შემდეგ, სოლომონის დეკლარაციულ განცხადებასთან ერთად, სოლომონის ქება და ქება სიმღერა
პირველ თავში, მეხუთეში, მეექვსეში, რომელიც ახსენს მის კანის პიგმენტაციას, მის კანის ფერს, სადაც აღწერილი არის სულამიტის, ხო, სულამიტის არ ქონდა ნახსენები და მე გამახსენდა ამ შეყვარებულის კანის ფერი და როდესაც ჩვენ ასევე ვეცნობით ეთიოპიის უკანასკნელი მმართველის მონარქის ჰეილე სელასის ჩანაწერებს მის გარდაცვალებამდე, როდესაც მან შეძლო თავისი ოჯახის წარმომავლობის მიკვლევა სოლომონისა და შებამდე, გასოთ დედოფალი შება რომ მიდის სოლომონთან და ასევე შავი მადონასა და ჩვილის შესახებ პორტრეტებთან დაკავშირებით. დაბეთახებები და გონივრული იქნება, სამართლიანია ყველა ამ მტკიცებულებით დავასკვნათ, რომ ბიბლიური ეპოქის ებრაელები ევროპულ დიასპორამდე იყო გაცილებით უფრო მუქი პიგმენტაციის, ვიდრე ეს მერე ისტორიის განმავლობაში მოხდა მათი გათეთრება. და ჩვენც ბევრი ჩვენთაგანაც მიიყვანა ამ აზრამდე. და იესო ქრისტე როგორც გამოჩნდა დედამიწაზე, ადამიანის ხორცში, დადიოდა დედამიწაზე, როგორც ღვთისშვილი, ხორცშესხმული ღმერთი, ღვთისძე, ის დავითის ძე იყო, სოლომონის ძე იყო, გარეგნულად ისეთივე მუქი და შავი ფერის იქნებოდა, როგორც მისი წინაპრები იყვნენ. და ჯონ მაკარტური პასუხობს, გასაგებია, მე არა ვარ დარწმუნებული და ეს საინტერესო კითხვა, დარწმუნებული არა ვარ, პირველ რიგში დარწმუნებული არა ვაქვს, რომ ამას აქვს მნიშვნელობა. მეორეც, დარწმუნებული არა ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ჰეილე სელასის საგვარეულოს ან გავიგოთ რაღაცა მისი კოპტიკური წარმომავლობა. მე მოვინახულე კოპტური ეკლესია, როდესაც ეგვიპტეში ვიყავი და ეს მართლაც საინტერესო რამ არის, მაგრამ ამავე დროს მე არ უარყოფ, რომ ჯერა მაგალითად მხოლოდ ამ ილუსტრაციისათვის შეიძლება იყოს საუკეთესო ჩვენ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ ვიცით, რომ ყავს კულტურული იესო ამერიკაში. ამაზე უკვე აღარ არის არანაირი დავა, ხომ? და დიდება ღმერთს ეს კითხვის დამსველი ამბობს. დიახ, ჩვენ ყავს კულტურული იესო, რომელიც ამერიკელია. ამერიკული ეკლესიის იესო არის თეთრი, ანგლოსაქსონი, პროტესტანტი და რესპუბლიკელი. ამინ, იქიდან შეძახილებია. და ჯონ მაკარტური აგრძელებს იუმორით, რა თქმა უნდა, იუმორით ლაპარაკობს ჯონ მაკარტური. ამაზე არავითარი კითხვა უღარ, სადაო აღარ არის შემსგონებაში. ნამდვილად ეს არის ჯანმრთელობის, სიმდიდრის, ბედნიერებისა და წარმატების იესო, იცით, კეთილდღეობის სახარება. ფულის გამომუშავების, ეს არის სუპერვარსკვლავის სპორტსმენი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. და არა და ეს არის მილიონი კილომეტრით დაშორებული ბიბლიური იესოდან. და ამაზე კითხვა არც იბადება. ეს არის სამწუხარო რეალობა. ამინ ჯონ. და ჯონ მაკარტური აგზელებს. ჩვენ თვითონ შექმნით იესო ჩვენს ხატად. ჩვენ ყავს თეთრი, ანგლოსაქსონი, პროტესტანტი, ამერიკელი, რესპუბლიკელი იესო. ნახეთ, რამდენი რამე არის უბრალოდ დაკავშირებული ამერიკელ იესო თეთრ ამერიკასთან და თეთრ პოლიტიკასთან. ამაზე უკვე სადაო აღარაფერი არ არის. ეს არის სამწუხარო რეალობა. არავითარი კითხვა არ აბადება. მაგრამ გამოსავალი და მე ვიცი ერთი პიროვნება, ტონი კამპოლო. იწყებოდა თავის საკვირაო სკოლას, თუ რა ხდებოდა საკვირაო სკოლის კლასში. და მას ყავდა ძალიან უხეში ბავშვების ჯგუფი, ეს ხდებოდა დასავლეთ ფილადელფიაში, სადაც უმეტესობა იყო შავკანიანი. უკან ეკიდათ მათ სურათი, ქრისტეს სურათი და ისინი კლასში ისხდნენ და ერთ დღესაც რომელ სურათზეც, რა თქმა უნდა, ფერფთალი, ესე თქვა თეთრკანიანი იესო იყო, თეთრი ადამიანი იყო გამოხატული. და როდესაც ეს ერთ დღეც მივიდა კლასში, ეს სურათი გაქრა. უბრალოდ წავიდა. არ და ეს სურათი ვიღაცამ აჩუქა ამ სკოლას, ის იყო სპილენძში ჩასმული და რაღაცა გარკვეული მემორიალურ სახეს ატარებდა. და ყველა განაწყენა ამის შესახებ. რა დაემართა ამ მემორიალს? და ერთხელაც ეს პიროვნება ადგა, ტონი კამპოლო და იკითხა, ვინ წაიღო ჩვენი სურათი, რა მოხდა ამაზე?
ერთ-ერთი შავკანიანი ბიჭი აფროთმებით, იცით მაშინ უკვე ეს მოდაში იყო ესეთი თმები, მთელ ოთახს რო აავსებდა იხელა თავით და მან თქვა, მე გავაკეთე ეს. და კამპოლომ უთხრა, რატომ? რატომ გააკეთე ეს? იმიტომ რომ იესო თეთრკანიანი არ იყო. და კამპოლომ უთხრა, ის არც შავკანიანი არ ყოფილა. არდა ორივე მართალი იყო. და კამათი იესოს პიგმენტაციის შესახებ არანაირად სწორი არ არის. ის მუქი იყო თუ ღია. და საერთოდ, ჩემის აზრით, რეალური საკითხი ესე უნდა დავაყენოთ. არის თუ არა სწორი კულტურული იესოს შექმნა, რომელიც დაშორებულია მთლიანად ბიბლიური დროის იესოსაგან, ნამდვილი ჭეშმარიტი იესოსაგან. ისეთი კულტურული იესო, რომელსაც სურს რომ დიდრები გამდიდრდნენ და ღარიბები თავისგან შორს გაწიონ. და თქვენ იცით ეს. აი ეს არის ის, რაც მე მაწუხებს. და ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მე არასოდეს ჩავერევი რაიმე სახის პოლიტიკაში. რადგან მე არ მსურს, რომ იესო ჩათვალონ როგორც პოლიტიკური ლობისტური შეხედულება ამა თუ იმ ფორმის ხრივ. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ებრაელული სახის ნაკვთები უფრო მუქი და განსხვავებული იქნებოდა, ვიდრე ჩვენისგან განსხვავებული. ასე რომ ზოგიერთი ჩვენი ხელოვანი ძალიან გზასაცდენილი იყო, როცა შუა საუკუნეებში აღწერდნენ იესოს ამ სახით. და ისინი კიდევ უარეს აკეთებდნენ იესოს გადმოცემაში. აიღეთ თუნდაც რომელიმე ბავშვების ბიბლია, რომელიმე წიგნი იესოს შესახებ და თქვენ დაინახავთ იქ ჩვენი კულტურის იესოს. და ეს არის ის გზა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უბრალოდ ვაქცევთ მას საკუთარი კულტურის ნაწილად. ამაზე გამახსენდა მართლმადიდებლები და ჩვენი ხატებიც. გადახედეთ, ხატებში როგორ არის ბიზანტიურიდან წამოსული საქართველოშიც და ეხლა კიდევ რა ხატებს აქვს ადგილი, ხო? თანამედროვე კაპიტალისტურ საქართველოში. ასე რომ პრობლემა, მე ვფიქრობ, სწორედ აქ არის. სამწუხაროდ ჩვენ შექმნით იესო, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის იესო, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში სხვა ადამიანებს, ესე იგი, ჩვენ ქმნით ისეთ იესოს, რომ სხვა ადამიანებს ის არ დააინტერესეთ. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ან ცხოვრებისეული შეხედულების გამო. ეს არის ძალიან სამწუხარო. ამიტომ ჩვენ პირიქით ვამახინჯებთ იესოს და მას მოკლე ჩარჩოებში ვათავსებთ. და ის გამოუსადეგარია უკვე ემიგრანტებისთვის ან სხვა ვინც ესეთ იესოს მოისმეს და დაინახავს. ამიტომაც ჩვენთვის და ყოველთვის ჩვენი ეკლესიისთვის იყო მნიშვნელოვანი იესოს დაკავშირება მის სიტყვასთან და არა მის გარეგნობასთან, რომელი აღწერილობაც ბიბლიაში არ არის მოცემული. და ამისათვის დიდება ღმერთს. გესმით ხომ, რასაც ვამბობ? დიახ, მადლობა ჯონ, ამომწურავი პასუხია.